მოგესალმებით კიდევ ერთხელ მეგობრებო. დღეს გვექნება სემინარი, ანუ პრაქტიკული ლექცია, რაც იმას ნიშნავს, რომ წინა თეორიულ ლექციაზე ახსნილ მასალას გამოვიყენებთ და გავარჩევთ პრაქტიკულად. და დღეს ავაწყობთ ასეთ პატარა ერთ-ერთ საიტს, ქარდია, ერთ პატარა ქარდი იქნება საიტში, დიდი არაფერი, მაგრამ ნუ იმის საშუალებას მოგცემს, რომ ის თეორიული ზონა გავიმყაროთ და ვნახოთ როგორ უნდა გამოვიყენოთ. ჯერ აგიხსნით ეს რა არის საერთოდ, რა პლატფორმაზე ვიმყოფები ახლა მე. ზოგადად თქვენი web developer-ის, ვინც გაყვებით საბოლოო ჯამში ამ სფეროს და ვინც დასაქმდებით, დიდ უმეტეს შემთხვევაში მოგიწევთ ეგეთი რაღაცა, რომ გექნება დიზაინი მოცემული, ანუ რა საიტი უნდა აწყოთ და მე თქვენს ადგებით და აი ამ დიზაინს გადაიტანთ საიტად, ანუ კოდად გადააქცევთ. და ეს დიზაინები მოწოდებული გექნებათ უმეტეს შემთხვევაში Figma-ს მეშვეობით. ანუ Figma არის პლატფორმა, ხელსაწყო, რომლის მეშვეობითაც დიზაინერები აწყობენ დიზაინებს. საიტის დიზაინებს, UI UX დიზაინებს. როგორ აწყობენ, რანაირად, ეგ ჩვენი საქმე არა, ეგ ცალკე პროფესია არის. ჩვენი საქმე არის და მოვალეობა, რომ ეს აწყობილი გადავიტანოთ საიტად. მეტი არაფერი. და მე ხმოდი გავარჩევთ აქ რა ხდება. აქ გვაქვს ორი ეკრანი. დავალებებიც ასე იქნება მოცემული, ამის მერე, ანუ ხვალიდან დავალებებსაც აგიჭირთავთ ჩვეულებრივად. რომ თქვენითაც ივარჯიშოთ. ლინკი იქნება Figma-ს დიზაინის, რომ დააჭერთ გამოვხოთ აი ამ დიზაინზე მაგალითად, ან სხვა დიზაინზე, სხვა საიტებიც იქნება მოცემული და იქნება ხოლმე ძირითადად ორი ეკრანი. მობილურის და დესკტოპის. ანუ ამით მიგვალიჩნდეთ დიზაინერი მობილურზე აი ასე უნდა ჩანდესო და დესკტოპზე ასე უნდა ჩანდესო. როგორც წესი მობილურზე უფრო პატარა ზომები გვაქვს ვიდრე დესკტოპზე, ანუ კომპიუტერის ეკრანზე. იმიტომ რომ დიდი სივრცეა და პატარა შრიფტით როა წარწერები არ იკითხება ხოლმე. მაგრამ საწყის ეტაპისთვის ეს პირველი ორი კვირა მოდი მობილურის ეკრანი დავივიწყოთ, არ გვჭირდება, იმიტომ რომ არ ვიცით როგორ უნდა ავაწყოთ საიტი რამდენიმე ეკრანისთვის. მარტო ერთხელ ვაწყოთ საიტს ჯერჯერობით. ამიტომ ყოველთვის დესკტოპის ეკრანს დავუკვირდეთ ხოლმე. აქ რა ხდება? აქ რომ კურსორი აქეთ-იქით ათამაშოთ, რაღაც ელემენტებს გადავულით რა. აი მაგალითად, ამ ერთ კონტეინერში გვაქვს ერთი ფოტო, ოღონდ ეს ფოტოს არის შედგენილი რამდენიმე ელემენტისგან. აი ნახეთ. აი ეს ბევრჯერ შემიძლია აქ რომ დავაკლიკო. რაღაცა წრე არის, აქაც QR კოდი არის. მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი უნდა გადმოვიტანო ჩემს კოდში და ცალკე ჩავსვა. არა, ეს ერთი ფოტო არის და ეგენიც მოწოდებული მექნება, მაგასაც გაჩვენებთ. შემდგომ არის სათაური და ბოლოს არის ტექსტი. და ასევე ალბათ შენიშნავდით, რომ აი აქ, როცა კურსს ვამოძრავებ, აქ-იქ რაღაც მომენტებში ჩნდება ლურჯი და ნარინჯისფერი ხაზები. ეგ რას ნიშნავს? აი მაგალითად დავაჭირე ფოტოს, ხო? და მივიტანე კურსორი ცარიელ სივრცეში. ნახეთ რას მიწერს, აქ მიწერს 16-ს. გვერდზეც 16-ს მიწერს და მარცხნივაც 16-ს მიწერს. ეგ იმას ნიშნავს, რომ ფოტოსა და ამ კონტეინერის კიდეს შორის დაშორება არის 16 პიქსელი. ანუ როგორც წინაზე ახსენე პიქსელები რო არის საზომი ერთეული ჩვენი საიტების აწყობისას, აქაც Figma-ში დაშორებები იზომება პიქსელებში. აი კიდევ ერთი მაგალითი რო მოვნიშნოთ ახლა ჩვენ სათაური და ჩავთვალოთ რომ მაინტერესებს რამდენი დაშორება, ანუ რამდენი პიქსელი დაშორება არის სათაურიდან ფოტომდე. ავდგები და სათაურს ხო დავაკლიკე, ახლა კურსორს მივიტან ფოტოსკენ. და აქ მიწერს 24 არისო. თუ მაინტერესებს რამდენია დაშორება სათაურიდან ტექსტამდე, მოვნიშნავ სათაურს და მივიტან კურსორს ტექსტთან. აქაც მიწერს 16. თუ რაღაცა მომენტი იქნება და არ დაგიწერათ, უბრალოდ მიიტანეთ და მე დააჭირეთ Alt-ს. ან Mac-ზე Options. Mac-ზე Option იქნება. და კიდევ. აი აქ გვერდით ჩვენ გვაქვს მეორე ფანჯარა.
მარცხნივ არის იმ ელემენტების ჩამონათვალი, რომელიც დიზაინისთვის გამოიყენება, კომპონენტები, რისგანაც შედგება ზოგადად ეს დიზაინი, მაგრამ ეს მარცხენა უფრო ხშირად არ გვჭირდება ხოლმე, ვიდრე მარჯვენა. ახლა მარჯვენა რა ხდება, ნახეთ? მე რო დავაკლიკავ მაგალითად სათაურს, აქ მიწერს კოდს. კოლორი არის აი ეს ფერი. ანუ მე საიდან უნდა ვიღო ეს ფერები, ხო და ფონტის ზომები, ხო არ ვიცი. ხო და აქ წერია. ანუ Figma-ში არის ჩაშნებული ეს ფუნქცია, ფუნქციონალი, რომ რაღაცა ელემენტს რო ავირჩევ, ტექსტ მაგალითად ან ფოტოს, მიწერს მის შესაბამის პროპერტებს, სტილებს. აი ტექსტ line-ი აქვს, font family აქვს, font size-ი აქვს, line height და ასე შემდეგ ამებს გავუვლით. და ეს შეგვიძლია რომ უბრალოდ დავაკოპიროთ და ჩვენს კოდში გადავიტანოთ. ძალიან მარტივად. მაგრამ არ არის აუცილებელი ყველაფერი გადავიტანოთ და მაგას აგიხსნით რატომ მე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამე აღჭირდება და უნდა მივხვდეთ რა აღჭირდება და რა არა. ოკეი. თუმცა ამას ქვია ახლა developer mode-ი, რაც იმას ნიშნავს, რომ მე ვარ developer-ი, დიზაინი უკვე მოცემული მაქვს და მინდა ამ ყველაფრის კოდში გადატანა. და developer mode-ი მაგას ნიშნავს ზუსტად, რომ კოდს მიგენერირებს რაღაც ნაწილს. Default-ად ეს developer mode თქვენ ჩართული არ გექნებათ. აი სულ ქვევით რომ არის, აი ეს რაღაცა ბარი, ნახეთ, იდეაში გადართული გექნებათ აი ამას. აი ასე. და თქვენ რო გადახვალთ dev mode-ზე, რომელიც ბოლოში არის, აი ტეგის დახურვა რო არის, ნახეთ? ტეგის დახურვის აიკონია. ამას დავაკლიკავთ თქვენ. დიდი ალბათობით ამას არ გაგიხსნით, იმიტომ რომ ეს არის ფასიანი ვერსია. ანუ developer mode-ი ადრე Figma-ში იყო უფასო. მაგრამ ახლა არის ფასიანი. ეს რა აპლიკაციაო, Figma არის. თუმცა რაღაცა ხერხი არსებობს. რაღაც რამდენიმე მიდგომა, რომელთაც შეიძლება რომ უფასოდ გქონდეთ ეს developer mode-ის ფუნქცია რა და ჯობია რომ ეგ გააკეთოთ. იმიტომ რომ ეს ძალიან კომფორტული რაღაცებს წამოიღებ და დააკოპირებ და ხელით არ გიწევს კეთება. ნუ თავიდან მაინც ჯობია რომ თქვენი წეროთ ხელით, მაგრამ მომავალში ძალიან გაგიმარტივოთ ეს საქმეს. უბრალოდ ეხლა მაგას არ ახსნი ახლა როგორ უნდა დრო არ დავკარგოთ. თუმცა ხვალ ანზე ეგ დავალებებს რომ ავტორთან უკვე პირველ დავალებამდე ავტორთან ინსტრუქციას. ინსტრუქციას იმისას თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ Figma-სთან. ან ის როგორ უნდა დავაყენოთ უფასოდ, თორე მოგიწევთ რაღაცა 20 თუ 15 დოლარს გადახდეთ თვეში. ეგ რო არ მოგიწევთ მაგის ინსტრუქციას დავდებ რომ აი მაგაშიც რაღაც ფული არ გადაყაროთ რა. ოკეი. ანუ Figma ძირითადად ესაა. კიდევ ნაწილ-ნაწილ გავარჩევთ ეტაპობრივად, როცა ავაწყობთ საიტს. და მოდი ახლა გავხსნათ აი ამ პროექტის ფაილები. ანუ დავალებებს რომ აგიტირთავთ, დიზაინთან ერთად იქნება ასეტები. რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი ფოლდერში იქნება დაგროვილი რაღაცა ფაილები, ფოტოები, აიკონები და ასე შემდეგ, რაც დაგჭირდებათ აი ამ საიტის ასაწყობად. მოდი ახლა მაგას ჩავიწერ. აი ამ პროექტის ასეტებს. ერთი წუთით. აი ესა. ამას ამოვარქივებ და გავხსნი. რადგანაც მაღლა არ გამოდის, ერთი წუთით. მაღლა რატო არ გამოდის? ანუ მეორე ეკრანზე მაქვს ეს გამოსახული. ეს მაგარი უცნაურია. ერთი წუთით მეგობრებო, ბოდის ვიხდი.
აუ ესე წესი არ უნდა შეგუდეს. ვა. ნუ კარგი, მოდი ეგეთ რაღაცას ვიზავალ. ეგრე ფაილებს არ განახებთ. Visual Code-ში გავხსნით პროექტს და ეგრე განახებთ მაშინ. კარგი, გავხსნათ Visual Studio Code-ი. იმედი ეს მაინც ამოვა, ზევით. ესეც არ ამოდის. ვა, ეს უკვე მაგარი უცნაურია. აუ, ეს ხო არ მაქვს კლინად გახსნილი. კი, აი მაგით არ შეგოდი. მაკი ახალი ნაყიდი მაქვს და მას მიჩვეული არ ვარ კიდევ. ოკეი. გავხსენით ჩვენი Visual Studio Code-ი და მანამდე აი ამ ფაილებს განახებთ. ნახეთ, აი ესეთი რაღაცა გვაქვს. აი QR code კომპონენტი რო ჩავიწერე, აქ არის რამდენიმე ფოლდერი. მოდი ახლა შევიტანოთ ჩვენს პროექტში, ანუ გავხსნათ და როგორ. ვაწვევით file, შემდგომ open folder, რო გავხსნათ პროექტი ჩვენს Visual Studio Code-ში. შემდგომ ვეძებთ იმ ფოლდერს, რომელიც გვინდა რომ გავხსნათ და დავიწყოთ მას მუშაობა, ეს გვაქვს download-ებში და სახელად ქვია QR code კომპონენტი. და open. ოკეი. მოდი ახლა ეს გავადიდოთ. ჩვენიერი. და აქ რა ხდება? გვაქვს რამდენიმე ფოლდერი, რამდენიმე ფაილი. პირველი არის index.html, რაც გვეცნობა ყველას, ხო? და მე საიტი რო გავალაიღო, ანუ go live-ს დავაწვე. გამომესახება ეს გავხსნათ თან, რო განახოთ. საწავიდო ეს. ნუ ოკეი, ცოტა ხანში გაიხსნა განახებთ. არის index.html, სადაც default-ად წერია რაღაც ტექსტები, აქ თქვენი სახელი ჩაწერეთ, ანუ front-end mentor-ის პროექტები არის, ერთ-ერთი საიტი არის front-end mentor-ი, რომელს პროექტებსაც გავაკეთებთ. და ბოლოში და კიდე რაღაცა სხვა დიზაინების დავარესებთ, ისინიც მოგიძიოთ და ჩაგიდოთ, მაგრამ ძირითადად ამ პლატფორმის პროექტებით ვიმუშავებთ ხოლმე. მეორე ერთ-ერთი ფაილი არის readme template. რა არის readme ზოგადად? readme-ის არის და readme template-იც ამ ფაილებში. readme არის ჩათვალეთ თქვენი პროექტის აღწერა. ჩვენ რომ ვისწავლით ბოლოსკენ GitHub-ს, Git და GitHub-ს, ანუ პროექტებს ავტორთავთ ჩვენ რაღაც პლატფორმაზე, რომ სხვებმაც ნახონ. მაგრამ ვიღაცა რომ შემოდის ჩვენს ნამუშევარზე, ჩვენს პროფილზე, ხო? ეგრე უნდა შეეძლოს პროექტის აღწერის ნახვა. იმის გარეშე რომ რაღაცა პროექტი ჩამოიწეროს, გაალაივოს და ასე შემდეგ. ბევრი რამე რო არ იწვალოს, ეგრე უნდა შეეძლოს იმის საკითხი, თუ რაზე არის პროექტი მოკლედ. და readme.md მაგაში გამოიყენება. ეს MD არის გაფართოება, ან markdown ფორმატი არის იგივე და აქ იწერება ხოლმე პროექტის აღწერები. და readme template-ი ზუსტად ეგ არის, რომ ანუ template-ი არის რაღაც გარკვეული მონახაზია წინასწარ გაწერილი, რომელშიც შეგვიძლია უბრალოდ ტექსტები და ფოტოები შევცვალოთ მხოლოდ. ასევე გვაქვს style guide-ი. style guide-ში არის მოცემული ყველა ის ფონტი, ყველა ის ზომა, ყველა ის ფერი, რომელიც დაგვჭირდება ამ საიტის ასაწყობად. ანუ დაგვჭირდება ეს თეთრი ფერი, light gray, grayish blue, dark blue, ასევე ფონტის ზომა იქნება 15 პიქსელი, font weight იქნება 407 დამებს გავულით რა რას ნიშნავს. ანუ თუ დიდი საიტია რაღაცა, აქეთ-იქით რო არ ვეძებოთ დიზაინში, სულ რა ფერები გვექნება, რა ზომები გვექნება, შეგვიძლია რომ აქედან წამოვიღოთ ხოლმე მარტივად copy paste-ით. მოდი Git ignore ჯერ არ გვინდა, დავიწყოთ. გვაქვს დიზაინის ფოლდერი. დიზაინის ფოლდერში არის უბრალოდ ფოტოები იმისა, თუ როგორ უნდა გამოვიდეს საბოლოო ჯამში ჩვენი საიტი. აი ამ ესენი პროექტისთვის აღჭირდება. და ასე გვაქვს იმიჯების ფოლდერი. იმიჯების ფოლდერში არის ის ფოტოები და აიკონები, რომელიც
ჩასმული არის Figma-ს დიზაინში, რომ მე ჩვენ გამოვიყენოთ. და Figma-დან არა მოგვიწევს გადმოტანა. ანუ გვაქვს აქ ერთი QR კოდის ფოტო და მეორე favicon PNG. ეს არის ის აიკონი, რომელიც უნდა ჩაჯდეს საიტის ტაბში. ანუ საიტის ტაბში ხო title-ად ზის სათაური. მაგრამ გვერდზე რო აიკონი აქვს, აი ეგ აიკონი უნდა იყოს ეს ზუსტად. და მაგასაც გავაკეთებთ. ანუ თქვენ რომ დავალებას გახსნით და პროექტის მუშაობას დაიწყებთ, გექნებათ ხოლმე დიზაინი და ასევე გექნებათ აი ეს ასეთების ფოლდერი. რომელსაც ჩაიწერთ და მე დაიწყებთ მუშაობას. თუმცა ჩემი რჩევა იქნება რომ აი აქედან მუშაობა არ დაიწყოთ. მაინც გირჩევთ რომ პროექტი დაიწყოთ ნულიდან. ანუ ფაილების სტრუქტურას თქვენ შექმნათ, იმიტომ რომ მაგას რაღაცა პატარა სკილი ჭირდება, ფაილებს როგორ აორგანიზებ, სად რას ყრი და ასე შემდეგ და ამდენი დამატებითი ფაილი ჩვენ არ გვჭირდება ჯერჯერობით. ამიტომ ეხლა მოდი ავდგები და პროექტი შევხვდი ახლიდან, საერთოდ. და მხოლოდ იმას გადმოვიტან, რაც მართლა მჭირდება. ანუ იმიჯები მჭირდება მე სინამდვილეში. მოდი შევქმნათ ახალი პროექტი, new folder და სახელს დავარქმევ, ქვევით იქნება. სახელს დავარქმევ keyword codes. და გავხსნი Visual Studio Code. აი ეს. ახლა მე შემიძლია ავდგე და ეს პროექტი რომ აქვს შემოტანილი, ანუ QR კოდის ფოლდერი შემიძლია აქ, ან შემიძლია ეგრე Visual Code-შივე გადმოვიტანო ის ფაილები, რაც მე მჭირდება მართლა. და ეს არის ფოტოები. აი ამ ჩამოწერილი ფოტოებიდან იმიჯებს ხელს მოვკიდებ და გადმოვიტანო მარცხნივ. შემიძლია აქ გადმოვიტანო, ან შემიძლია ეგრე იქ გადავიტანო. მნიშვნელობა არ აქვს, ორივეგან შემიძლია. მე თუ ფოლდერში შევიტანე, აქაც დააპდეიტებ, იმიტომ რომ ფოლდერი მაგახსნილი Visual Studio Code-ში. მნიშვნელობა არ აქვს საერთოდ. აი რო გადავიტანო, აი იმიჯები აქეთ ჩამოვიდა. ოკეი, და კიდევ რა მჭირდება? კიდევ საიტის შესაძლებლად მჭირდება რა თქმა უნდა index.html ფაილი. index.html ფაილი. HTML არის გაფართოება, index არის სახელი. ყოველთვის თქვენს ვებსაიტს დაარქვით ხოლმე, ან თავარ გვერდს დაარქვით ხოლმე index.html-ის სახელი. სხვა არ დაარქვათ და მაგას მომავალ ლექციებზე ვისწავლით, თუ რატომ ვიქცევით ეგრე. მაგას თავისი მიზეზი აქვს. ოკეი, ანუ აქედან მარტო იმიჯები გვჭირდება და index.html, მეტი არაფერი ჯერჯერობით. დღევანდელი დღისთვის მეტი არაფერი არ გვჭირდება. კარგით. ახლა უკვე ის დაგვრჩენია, რომ გადავიდეთ თუ საიტის აწყობაზე. აი ეს გვინდა. Oops. საით გადადის ეს. ოკეი, შვენიერი. მოდი ისე ვიზარდ წინაზე ვქენი. მგონი რომ კომფორტული იქნება, რომ ერთ მხარეს მქონდეს კოდის ნაწილი, მეორე მხარეს საიტის ნაწილი, რომ აქეთ იქით გადასვლა აღარ მომიწიოს. ანუ ეს აქეთ მქონდეს. და კოდის ნაწილი მქონდეს მარცხნივ. აი ეს. ოკეი. აი, წერას გეუბნებოდით, ის საიტი რო გაეშვა, ეს იყო default-ად იმ index.html-ის კონტენტი, მაგრამ ეს აღარ გვჭირდება, შეგვიძლია ეს გამოვხდოთ საერთოდ. და მაინც საბოლოო ჯამში ამას გავუშვებ live-ში, ახალ საიტს, რომელზეც არაფერი იქნება დატანილი რა თქმა უნდა. ოკეი. ახლა ჩვენ, მოდი სამ დიზაინის გარჩევას დავიწყებთ, უბრალოდ შევქმნათ მარტივი სტრუქტურა, ხო? ანუ დავაწვევ ახლა მე ძახილის ნიშანს დავწერ და მე ტაბს დავაწვევ. თქვენ ასე არ გააკეთეთ, შორტკატი არ გამოიყენოთ, იმიტომ რომ შეეჩვიოთ წერას და ხელი მიეჩვიოს ყველაფერს და ლოგიკურადაც გაგიჩნდეთ ყველაფერი არისთვის არის, მაგრამ მე რო არ დავკარგო, მაგით გავაკეთებ. და დავასწრებოთ Ctrl+S-ით, Windows-იან Command+S-ით მაგას. ოკეი, ეგა. და აქ უნდა ჩავწეროთ და ჩავსვათ body ელემენტში ჩვენი საიტი. ოკეი, ჯერ მოდი დავიწყოთ სტრუქტურის აწყობით. ყოველთვის რაღაცა ერთ ელემენტს რო უყურებთ, ერთ რაღაც კომპონენტს ან ქართს, ჯობია რომ ჯერ სტრუქტურა ავაწყოთ, ბოლომდე ქონდეს გათვლილი როგორი სტრუქტურა უნდა იყოს
და მე მივხვდეთ უკვე სტილების გაწერას. ეხლა თქვენთან მაქვს კითხვა. ანუ იდეაში ეს მთლიანი ეკრანი არის body. ანუ body არის ის ელემენტი, ანუ ტანი, body ხო ტანს ნიშნავს, სადაც ჯდება მთლიანი საიტი. ანუ ეს არის body, ეს უკანა ფონი ჩათვალეთ რა. და აი ეს ელემენტი, ეს ერთი კონტეინერი, რა უნდა იყოს, რომელი ტეგი უნდა იყოს თქვენი აზრით? რომ დამეწროთ აბა კომენტარებში. თემო დიზაინში ჩაგვიდებ? კი, ამის დიზაინი აიტვირთება დავალებებად და კიდევ დავამატებ. div კი ისტორია. div, იმიტომ რომ div არის ისეთი ტეგი და იმისთვის გამოიყენება, რომ სხვა ელემენტები ჩაისვა შიგნით. და აქაც იგივე ხდება, ხო? მაგ ერთი დიდი თეთრი კონტეინერი, თეთრი div, ანუ სადაც მიზის ფოტო და ორი ტექსტი. ოკეი, მაგ div. div-ში მაგ ფოტო პირველი, ესე იგი უნდა გამოიყენოთ უკვე image ტეგი. image ტეგი. რომელსაც აქვს source და alt. source-ად რას უწერ ხალ ნახეთ? მე ჯერ ეს ფოტო მისვია მიზის images folder-ში. ანუ მე ჯერ უნდა შევიდე images folder-ში, რომ დავინახო image QR კოდის ფოტო. ახლა ვერ ხედავ. ამიტომ დავწერ წერტილი/. წერტილი იმას ნიშნავს, რომ files and folders ვეძებ იმ ადგილას, სადაც აი ეს index.html მდებარეობს. მეზობლად ანუ რა. წერტილი/ images folder-ი, მე slash-ი და მე image QR კოდი. დავასეივოთ და alt-ში გავუწეროთ ფოტოს მარტივი აღწერა, მოკლე აღწერა, რათა ფოტო რომ არ გამოისახოს შემთხვევით, გამოჩნდეს ეს ტექსტი. და მოდი მივაწეროთ მარტივად QR კოდი. დავასეივოთ და მივიღეთ ესეთი შედეგი. ეს შედეგი გვაქვს შერჯერობით. ოკეი. შემდგომ გვჭირდება რომ ტექსტი შემოვიდავნოთ. აი ეს ტექსტი რომელ ტეგში ჩავსვა? h1 კი ისტორია. h1 იმიტომ რომ ეს არის იდეაში სათაური, მთავარი სათაური. პატარა საიტი არის და ამ პატარა საიტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სათაური არის ეს, ხო? ამიტომ ამას შევსვოდით h1-ში. და ეხლა ვდგები და ამ ტექსტს უბრალოდ გადავაკოპირებ. შემიძლია ესე მოვნიშნო და დავაკოპირო Ctrl+C და შემოვიდონა Ctrl+V. აი ეს, დავასეივოთ, გადავიდეთ, აი ესეთ შემოსულია. და შემდგომ არის უბრალოდ ტექსტი, მეტი არაფერი ისეთი. ეს შეიძლება იყოს ჩვეულებრივი პარაგრაფი. P1 არა, ჯავა P1 P2-ები არ გვაქვს, მარტო P გვაქვს. ეგ აქვს H1, H2 headings აქ. ამისთვის გამოვიყენებ პარაგრაფს მე. ამას ახლა დავაკოპირებ. და აი აქ შემოვიტან. ოკეი, ესეც ასე. ჩვენიერი. ანუ ეს არის იდეაში მთლიანი ამ საიტის სტრუქტურა. ახლა მარტო დარჩა სტილების გაწერა. და მოდი ეგეც ნელა დავიწყოთ. მოდი ჯერ დავიწყოთ ეგეთი რაღაცით. აი აქ მიწერია მე საიტის ტაბში სახელად დოკუმენტი. დოკუმენტი არა, ხო, ამ საიტს ქვია იდეაში QR კოდი, ამიტომ ავდგებით და title-ში დავწერ QR codes. დავასეივოთ, ნახეთ აქაც შეიცვალა. ასევე QR კოდის მარცხნივ არის აიკონი default-ად, აი დედამიწის აიკონი არის default-ად. მაგრამ მე მინდა რომ გამოვაჩინო აი ეს fav აიკონი. მაგისთვის რას ვაკეთებ ახლა უკვე? მაგისთვის გამოიყენება ისევ head-ში link tag. link tag-ი რა შვება? link tag-იც არის ჩვეულებრივად self-closing tag-ი და შემიძლია link tag-ით გავუწერო ჩემს საიტის tabs რაღაც აიკონი. რაღაც custom აიკონი. link rel უდრის აიკონს, ეს არის ერთ-ერთი ატრიბუტი rel-ი. rel-ი ჩათვალეთ არის რაღაცა ტიპი. ანუ რა ტიპის დალინკვა მინდა გავაკეთო საიტისთვის, ანუ მინდა რომ აიკონი დავამატო. ჩათვალეთ ტიპის ნიშნავს ეს. და მე უწერ მისამართს. ჩემი აიკონის მისამართს. და ეს აიკონი მდებარეობს images folder-ში წერტილი/images/fav icon. დავასაივოთ, ნახეთ, აი აქ შეიცვალა. წეღარ იყო დედამიწის აიკონი, ახლა უკვე არის ის აიკონი, რომელიც მაქვს ფოტოებში. ოკეი. და ამის გამოვიყენეთ link-ის self-closing tag. და links გამოვიყენებთ ასევე შემდეგ ლექციებშიც და ბევრ რამში გამოვიყენებ კიდე link-ი მარტო აიკონის დასამატებლად არა. ოკეი, ახლა მოდი გადავიდეთ გასტილვაზე.
პირველ რიგში ყოველთვის გიჩვენებთ რომ დაიწყოთ ყველაზე დიდიდან და ჩახვიდეთ დედან პატარაზე რა. ანუ ეხლა მე შემიძლია დავიწყო ბოდის გასტილიდან. ბოდის იდეაში არაფერი არ უნდა გარდა ზომისა. ზომის აღარ და ბოდიშით ფერისა. ეხლა საიდან გავარკვიოთ ჩვენი ბოდის ფერი. მე რომ Figma-ზე შემოვალ და დავაწვევი აი ამ ბოდის, ანუ თლიან დესკტოპს გარშემო რაც არის. აი აქ მიგდეს ფერებს. აი ნახეთ background ორ წერტილი, var light gray და ფერი მიწერია. აი ამ ფერს ამოვიღებ, მოვაკოპირებ და გადავიტან. და ბოდის გავუწერ მე style-ში. რომ background color იყოს აი ეს. დავასეივოთ, გადავიდეთ და ფერი შეიცვალა. ახლა გაგიჩნდებათ კითხვა, აი ეს რა არის, ფერი რა არის. წინაზე ჩვენ გამოვიყენეთ ძალიან მარტივი ფერები, რაღაცა red, blue, yellow და ასე შემდეგ. ესა ჩვეულებრივ ფერის ჩანაწერია. უბრალოდ ამას ქვია hex კოდი. hex კოდი ქვია ფერის ჩანაწერის. ანუ რამდენიმე სახე არსებობს ფერის ჩაწერისა, კოდებით რო იწერა, მაგალითად RGB არის red, green და blue. რა სიმკვეთრით უნდა გავაკეთოთ ხოლმე. აი მაგალითად RGB რო გვაქვს, თუ გვაქვს მაგალითად 0 გამოდის რომ წითელი არის 0 სიმკვეთრით, მწვანე არის 0 სიმკვეთრით და blue არის 0 სიმკვეთრით. თუ გვაქვს 255, მაშინ გამოდის რომ წითელი გვაქვს 255-ით მაქსიმალური სიმკვეთრით, green გვაქვს მაქსიმალური სიმკვეთრით და blue გვაქვს მაქსიმალური სიმკვეთრით. და ანუ ბევრი ფერთა შეხამება შეგვიძლია მივიღოთ აი ამ კოდებით. RGB-ს იყენებენ, მაგრამ უფრო ხშირად მაინც გამოიყენებენ ხოლმე hex კოდები. და რაც ყველა რაღაცა ასობგერა და ციფრი ნიშნავს რაღაც დაშიფრულ ფერის მონაკვეთს. და მე შემიძლია აქედან და კიდევ ერთი კაი extension-ი არსებობს, ეგეთი რაღაცა color preview. color preview შეგიძლიათ რომ დააყენოთ. და ეს რაში დაგეხმარებათ ახლა. აი მე რომ აქ შემოტანილი კოდის სახით ფერი. აქ ამონათებული მაქვს პატარა ფანჯარა ფერის და შემიძლია შევცვალო ეს. ესეთი რაღაცა გავაკეთო. მაგრამ ეს მე არ მექნებოდა სულ თავიდან ამ extension-ის გარეშე. და ეს ძალიან კომფორტულია, იმიტომ რომ მე რომ ამ კოდს უყურებდე, ვერ მიხვდებოდი რა ფერი იქნებოდა. ანუ ფერების დაზეპირება არ გვიწევს საერთოდ web developer-ებს. და აქ რომ მიჩანს უფრო კომფორტული არის და მარტივად შემიძლია თან შეცვლა. ამიტომ გირჩევთ რომ თქვენს დააყენოთ color previews extension-ი თქვენს Visual Studio Code-ში. ეს უნდა ბადის იდეაში მეტი არც არაფერი. ახლა დავიწყოთ აი ამ კონტეინერის გასტილვა, ანუ div-ის გასტილვა. ამ div-ში რა ხდება ახლა? იდეაში რასაც ჩანს ვიზუალურად არის რაღაცა თეთრი ფერის არის. და აქვს სიგანი და სიმაღლე, ხო? აი აქ თუ შემოვალთ კოდში, აქ თუ დავაკვირდებით, ხო? აქ მიწერია რომ width არის 320 პიქსელი, ანუ სიგანი არის 320 პიქსელი და ძალიან ბევრი property CSS-ში ისეთი არის, რომ ეგრე მიხვდებით უბრალოდ რომ განმოთარგმნოთ ქართულზე. height არის 497 პიქსელი, აქ ასევე მაქვს flex shrink-ი, border radius-ი, background და ასე შემდეგ. ანუ მე მჭირდება რომ აი ამას გავუწერო სიგანე ჯერ. style და სიგანეს ვეთქვი რომ კონდეს 320 პიქსელი. იმიტომ რომ ახლა ძალიან დიდია გაშლილი ტექსტები. იმიტომ რომ default-ად h1 იქნება თუ ეს პარაგრაფი ტექსტები იკავებს მთლიანი ეკრანის სიგანეს, რამდენიც შეუძლია რომ დაიკავოს. მაგრამ მე ამდენი არ მინდა რომ დაიკავოს. მინდა რომ შევზღუდო, იმიტომ რომ ნახეთ h1-ში მაქვს 2 აბზაცი, h3-ში პარაგრაფში მაქვს 3 აბზაცი. 3 ხაზი. ამიტომ მე რომ შევზღუდავ მათი მშობელის კონტეინერის სიგანეს, ეს ამათაც უფრო ნაკლები ადგილი დაჭირდებათ, ნაკლები ადგილი დარჩევათ უბრალოდ. დავასაივოთ, აი ასე. და inspect elements-ს გაჩვენებთ ახლა უკვე. ნახეთ ახლა რა მოხდა? ჩემი div-ი ახლა არის უკვე ამ ზომის. ფოტო გადადის კალაპოდან, ფოტოზე მეტად დიდია ახლა უკვე. ნახეთ აი ამ ზომისაა. მე რო ეს გამოვურთო, ნახეთ, ეხა h1 და პარაგრაფი არის იმხელა, რამხელა შეუძლია რომ იყოს. მთლიან ეკრანის სიგანეს იკავებს. მაგრამ მე რომ შევზღუდე მათი მშობელი, ანუ კონტეინერი div-ი, ეს ტექსტებიც ხო div-ში ზიან, ამიტომ მის კალაპოც ვერ გადაცილდებიან, იმიტომ რომ ტექსტია და რამდენი სიტყვის გარშე შედგება, ჩამოვდნენ ახალ ხაზზე. ასევე
ჩვენს კონტეინერს აქვს ფერი, background color, რომელიცაა თეთრი. Შევიდა გავწერო #FFF, რომელიც არის თეთრი ფერის შესაბამისი hex კოდი, ამბოლ დავწერო white, მნიშვნელობა არ აქვს. კიდევ აქ წერია ეგეთი რაღაცეები, წერია border radius. Border radius რა ნიშნავს? Border-ი ხო არის ჩარჩო, radius-ი არის მორკალება. ანუ ჩარჩოს მორკალებას ნიშნავს. აი ნახეთ აქ თუ დააკვირდებით ჩვენს კონტეინერს. აქვს გვერდები ეს კუთხეები მორკალებული. ზუსტად მაგაში გვეხმარება border radius-ი, რომ კონტეინერების ჩარჩოს მორკალება შევცვალოთ. ჩვენთან ახლა ჯერჯერობით არის კუთხეები. აი ნახეთ, თუ დააკვირდებით, ეხლა თეთრზე არ ჩანს კარად, იმიტომ რომ უკან რაც ღია ფერი აქვს. მოდი ეგეთ რაღაც გავაკეთებ, რომ black-ს გავუწერ აქ. ნახეთ, აი კუთხეები აქვს, რა, მორკალება არ აქვს. როგორც კი მე გავუწერ border-radius 20 pixels, ნახეთ, მორკალებაც შეექმნება უკვე. წერტილმძიმე, მოდი ესე თეთრზე გადავიყვანოთ. და ასევე რომ უნიშნოთ აი ამ კონტეინერს კიდე არის ერთ-ერთი property box shadow. Box shadow რა არის? აი თუ დააკვირდებით, თუ კარად მიზუნაო რა, არ ვიცი ხა გაზრბოკაზე ჩანს თუ არა, ჩვენთან ჩანს კარად რო უყურებთ მას. აი აქ აქვს პატარა ჩრდილები. და ზუსტად მაგ ჩრდილების დამატებაში გვეხმარება box shadow. ანუ მე შემიძლია ეს დავაკოპირო, აი მაგიტომ არის dev tools-ი კარგი, developer mode-ი აქ Figma-ში. შემიძლია დავაკოპირო და აქ ეგრევე ჩავსვა, რაც მჭირდება. Command S. box shadow რა შევა ნახეთ? აქ მაქვს რამდენიმე პიქსელი მიწერილი, ანუ რამდენით უნდა იყოს გადაცილებული ჩრდილი ჩემ კონტეინერს და ბოლოში მიწერია ფერი თუ რა ფერის უნდა იყოს ჩრდილი. ანუ აქ რომ მქონდეს 125 პიქსელები, უფრო დიდი ჩრდილი მექნება, ხო? აი ახლა ქვევით ჩამოვიდა ჩრდილი ოდნავ. მოდი აქ აი წითელი მოდი ერთი იყოს. აი ნახეთ, ესაა ჩრდილი. ახლა მოუმატეს იმ კვეთრას და მაგიტო ჩანს ძალიან კარგად. დააქრო ეს ერთ-ერთი მოუშავო ჩრდილის ზომა შემცირდება. ანუ ამით ვეუბნები რამდენზე უნდა გადავიდეთ ჩრდილი რა. და აქ ნახეთ ახლა უკვე RGBA გამოიყენება ფერისთვის. RGB ხო გითხარით რომ წითელი, მწვანე და ლურჯის სიმკვეთრის თანაფარდობა არის მეთქი. ეს A ბოლოში არის opacity. ანუ ბოლოში მე ვეუბნები რომ 1 იყოს opacity, ანუ გამჭვირვალობა. მაგრამ რო დავუწერო 0.5 იქნება ნახევარი გამჭვირვალობა. თუმცა 0.5 ეწერა და ეგრე დავტოვებ მეც. Okay. იდეაში აი ამ კონტეინერის გასტილვა ეგ იყოს სულ ჯერჯერობით. მოდი ფოტოზე გადავიდეთ, იმიტომ რომ ფოტო ძალიან მაღინჯა ჩანს. მაღინჯანი მხრივ რომ ფოტო დეფოლტად თავისი ზომებით ძალიან დიდია, არ უნდა იყოს ამხელა. და რა გავაკეთოთ? მივიტანოთ ფოტოსთან კურსორი, დავაკლიკოთ და აქ ხედავთ რომ ფოტო ზომა არის, აი აქაც აწერია 288, 288-ზე. და გვერდით წერია რომ ვიცი და height არის 288. ანუ ახლა მე შემიძლია ავდგე და image გავუწერო style tag-ი, სადაც ვეუბნები რომ ვიცი იქნება 288 პიქსელი. აი ასე, დავასეივოთ, ნახეთ დაბატარავდა უკვე. ასევე ამასაც მომგვარდება, ანუ border radius. მოდი ამასაც გადმოვიტან და ჩავაკოპირებ აქეთკენ. border radius-ი არის 10 და ფოტოსაც მომგვარდა კუთხეები. თუმცა ნახეთ, მე სხვა რამის გაკეთება შემიძლია. მაგრამ მოდი პროცენტებს დღეს არ აგიხსნით. არ დაგაბნიოთ. პროცენტები დღეს არ გვინდა. კარგით, ფოტოზე სულ ესაა. ეს background-ი აქ არ მჭირდება, ნახეთ background-ი უწერია ლურჯი. ეგ იმიტომ არის, რომ დიზაინერმა რო გააკეთა რაღაცა ყუთი და ლურჯი ფერი ჩაასხა. აქაც გადამოვიდა რომ ვითომ ლურჯი ფერის უნდა იყოს, მაგრამ თვითონ ფოტო მაქვს უკვე ლურჯი ფერის და დამატებით რაღაცა ფერებს და ეგეთებს აღარ უწერ. ეგენი არ მჭირდება, okay? კარგით. აი თავიდან რო გიხსნით აი ამ დაშორებებს Figma-ში, აქ გითხარით რომ დაშორება ფოტოდან კიდეებამდე არის 16 პიქსელი მეთქი.
და ქვევით ტექსტიდან კიდემდე 40 პიქსელი. ანუ მე იდეაში ახლა მჭირდება, რომ ჩვენს კონტეინერს, თეთრ კონტეინერს გავუკეთო შიგნითა დაშორება და ელემენტები შიგნით შევწიო. და მაგისთვის რას გამოვიყენებდი? ჩატში დავიწეროთ, აბა. პადინგი კი, სწორია. მარჯინს იმიტომ არ გამოვიყენებდი, რომ მარჯინი არის დაშორება ელემენტიდან სხვა უახლოეს ელემენტამდე. ანუ მე რო ახლა ამას გავუწერო მარჯინი, ნახეთ, TV მოვნიშნე. აქ გავუწეროთ მარჯინი, მოდი. მარჯინი მაგალითად 40 პიქსელი. ნახე, შიგნით დაშორება კი არ შევიქნია. შევქმნი გარეთ დაშორება, ანუ გარედან დავაშორე. მე მინდა რომ შიგნით დავაშორო. ანუ ამის მაგალითად ჩავსო პადინგი. ნახეთ რა მოხდება? ეს თეთრი ხო არის და შევქმნა შიგნით დაშორება. ანუ ბორდერსა და ელემენტ შორის დაშორება არის პადინგი. ამიტომ გავუწე ახლა მას მე პადინგს. პადინგი იქნება როგორი? რომ ნახოთ, აი ზევით არის 16, ფოტოს მოვნიშნავ და კურსორს მივიტან კიდე ერთთან. ზევითაა 16, მარჯვნივ 16. ქვევით ჩვენს კონტეინერს პადინგი აქვს 40. და აქ უკვე ქვევითა პადინგი რო გავიგოთ, უნდა მოვნიშნოთ უკიდურესი ქვევითა ელემენტი. რო გავიგოთ უკიდურეს ქვევითა ელემენტსა და კიდე შორის ამდენი დაშორებაა. აქა 40 პიქსელი და მარცხნიდან დაშორება 16 პიქსელი. ანუ ზევით მარჯვნივ მარცხნივ 16-ები, ქვევით 40. ანუ ზევით 16 პიქსელი, წეღანზე წინაზე როგორც გითხარით, რომ 4 ცალიც გაწერა შემიძლია პიქსელების. პირველი იქნება მაღლითა, მეორე მარჯვენა, მესამე ქვევითა, მეოთხე მარცხენა. აი ეს. მაგრამ აქ თუ ბოლოს მოვაშორებ, იგივე იქნება, იმიტომ რომ პირველი იქნება ზევითა, მეორე მარჯვენა მარცხენა და მესამე ქვევით. ამიტომ ასეც წავა. და რო გადმოვიდეთ ჩემს კოდზე, ნახეთ, ახლა უკვე დაშორებებიც მაქვს ძალიან კარგად. ოკეი? კარგით. ახლა მინდა ეგეთი რაღაც გავაკეთოთ. მე იდეაში რო გავწერე ფოტოს ზომას სწორად, კონტეინერის ზომას სწორად, პადინგის სწორად, იდეაში აი ამ ხელადგილი არ უნდა დამჩნეოდა აქ, ხო? ეს დამხელადგილი არ უნდა დამჩნეოდა. იმიტომ დიზაინზე არ მაქვს. დივირაში გამოიყენებაო, დივი გამოიყენება სხვა ელემენტების შესანახად, ჩასადებად. ლოგიკურად ერთმანეთთან მყოფი ელემენტები თუ გაქვს, შეიძლება ერთად ჩავალაგო დივში, ანუ კონტეინერში. და ეს რატომ მოხდა? აი თუ გადავალთ ჩვენს დიზაინში და მოვნიშნავთ კონტეინერს, ამის სიგანე არის, ნახეთ, ვიცი აქ წერია 320 პიქსელი, გვერდაწელი 320 პიქსელი. ახლა გადავიდეთ მოდი ჩემ დიზაინში. მოვნიშნოთ დივი და ნახეთ, აი აქ დაეწერება დივის ზომები ზუსტად რა არის. 351 პიქსელი არის სიგანეში თურმე და 552 სიმაღლე. სიმაღლე არ გვაინტერესებს ჯერჯერობით. მაგრამ 352 თითქმის. დიზაინშია 320 და ჩემთან აქვს 352. ეგ რატომ მოხდა ზოგადად? ეგ იმიტომ მოხდა, რომ როდესაც მევწერ სიგანეს როცა უწერ ელემენტებს და ვამატებ პადინგს, ეს პადინგი სიგანეს ემატება. ანუ განა ისე ხდება, რომ 320 პიქსელში შიგნიდან გავუკეთეს პადინგი. არა, ჩათვალეთ 320 პიქსელს დაემატა აქეთ-იქით 16 პიქსელიანი პადინგები. ანუ 320 დავუმატოთ 32, გამოდის 352 და მაგიტომ არის მახელა ახლა. ანუ ეგ არის პრობლემა. მოდი ეგ პრობლემა ჯერჯერობით დავაიგნოროთ. იმიტომ რომ არ მინდა რომ ახლა კიდევ ცალკე ხო, შემდეგ ჯობია რომ აგიხსნათ რა, მინდა მაგაზე დაგაბნიოთ. კარგი. ან დავხსნი, არა, ჯობია ახსნო რომ შენ პროექტში გაგიმარტივდეთ. მაგის რას ვაკეთებთ? ანუ ეხლა ჩვენი მიზანი არის, რომ როგორმე მე რო ელემენტ სიგანეს გავუწერ და პადინგს დავუმატებ, ხო? პადინგი მაგ სიგანეში გავიდეს შიგნით და არ დაემატოს ზემოდან. და მაგისთვის გამოიყენება box sizing border box. და ეხლა მაგას აღიხსნით. box sizing border box MDN. MDN შევიდეთ და კაი მაგალითებია მოცემული.
ნახეთ. თავიდან default-ად border box sizing არის content box-ი. აი როგორც ხდება რომ აი ნახეთ სიგანი აქვს მშობელ ელემენტს, მასში ის რაღაცა შვილი ელემენტი და აი ამას დაუწერეთ border-ი და padding-ი. შვილი ელემენტს გაუწერეთ border-ი და padding-ი. რაც იმაში გადაიზარდა რომ სიგანეზე დაემატა ზემოდან border-ის 10 პიქსელი და padding-ის 5 პიქსელი. და გაცდა მშობლის კალაპოტს. მაგრამ მე თუ გაუწერე შვილს box sizing border box-ი, ეს იმას იზავს, რომ სიგანე რო ექნება 100%-იან რაღაცა კონკრეტული პიქსელები, padding-ი, გინდა padding-ი გაუწერეთ, გინდა border-ი შიგნიდან გაიგეთებს, ანუ გარეთ აღარ დაუმატებს. ან თუ ელემენტი არის სიგანეში 100 პიქსელი და თქვენ padding გაუწერეთ 10 პიქსელი, განა 120 გახდება სიგანეში, ანუ 10 აქედან 10 იქნე კი არ დაემატება, არა, 100 პიქსელი ისევ იქნება ჩვეულებრივად სიგანეში, უბრალოდ შიგნიდან გაუჩნდება 10 პიქსელიანი დაშორება. და ამაში ვიყენებთ box sizing border box. და ჯობია რომ ეს box sizing border box გაუწეროთ ყველაფერს, ზოგადად ყველა ტექსტს. და მაგისთვის ნახე რას გავაკეთებ. აქ ჩავწერეთ რაღაცას. Hatch მეკნება style tag-ი. და ეს რაში გამოიყენება? Hatch-ი style tag-ი გამოიყენება იმისთვის, რომ გავსტილოთ. ეს არის ერთ-ერთი ხერხი გასტილვისა. ამას ქვია inline CSS, ასე იწერება. Inline CSS. Inline ნიშნავს იმავე ხაზზე. ანუ სადაც მიწერია სტრუქტურა იმავე ხაზზე უწერ სტილებს. თუმცა მე შემიძლია სტილები გადავიტანოთ ცალკე, რომელსაც უფრო დეტალურად შემდეგ ლექციაში შევშლით, მაგრამ ახლა უბრალოდ დავწეროთ ეგეთი რაღაცა, რომ მე მინდა რომ ყველა ტეგი აღნიშნება pip-kit. ყველა ტექსტს მინდა რომ გავუწერო box sizing border box. ანუ CSS-ში ასე იწერება, რომ ჯერ უწერთ რაღაცა ტექსტს გულისხმობთ, ამ შემთხვევაში მინდა რომ ყველაფერი გავსტილო, მე იწერება ფიგურული ჭრილები და box sizing border box. ეს დიდმნიშვნელოვანი არაა, შენეგს მაინც კიდევ უფრო კარგად ჩავშლით, ეხლა არ გვინდა. და ნახეთ, აი გასწორდა. ეს რო ამოვშალო. ნახეთ, ეს ამოვშალე და მე რო წეღან მქონდა გაწერილი აი ამ კონტეინერზე 320 პიქსელი სიგანე და პლუს padding-ები ზემოდან დაემატა და მაგიტო არ არის ამხელა. მაგრამ ახლა უკვე Ctrl-Z უკან რო გადავა და დავასეივებ. border box-ი რო გავუწერე, გამოვიდა ის, რომ აი კურსორს რომ მივიტან ახლა უკვე მე კონტეინერთან 320 პიქსელია. ან padding-ები ზემოდან აღარ ემატება. border-ი რომ გავუწერო, არც border-ი დაემატება ზემოდან. სიგანეში ყოველთვის 320 პიქსელი იქნება და padding-ები და border-ები შიგნიდან დაემატება ჩვეულებრივად. ანუ აღარ გადაცილდება მის სიგანეს. Ups. Okay. და მოდი ეგეთ რაღაცას გავაკეთოთ კიდევ, რომ აი body-სთან რომ მივიდან კურსორს, ნახეთ, გარშემო აქვს ნარინჯისფერი მარჯინი. აი ნარინჯისფერი მარჯინი აქვს. რაც იმას ნიშნავს, რომ თურმე გამოდის, რომ ყველა ტექსტ default-ად რაღაცა მარჯინი და padding-ები უწერია ხოლმე default-ად. რაც ხელშეგვიშლის, იმიტომ რომ თავიდან როცა საიტის აწყობას ვიწყებთ, გვინდა რომ მუშაობა დავიწყოთ სუფთა ფურცლიდან და არა რომ რაღაცა body-ს 8 პიქსელი ქონდეს, h-ს ქონდეს რაღაცა 7 პიქსელი padding გაწერილი კი არა მარჯინი, ეგენი არ გჭირდება, იმიტომ რომ მე არასოდეს დაждდება დიზაინში. ამიტომ აქვე გავუნულებთ ყველაფერს. აი ყველა ტექსტს მინდა რომ box sizing border box-ს გავუწერეთ. ასე მარჯინი მინდა რომ თავიდან 0 ქონდეს და padding-ი მინდა რომ თავიდან 0 ქონდეს. აი ეს. Okay. იდეაში ეს მორჩა, ახლა შემიძლია გადავიდე გაცენტრვაზე. უნდა გავცენტრო ჩემი კონტეინერი ეკრანის როგორც ჰორიზონტალურად, ასევე ვერტიკალურად. ეგ როგორ გავაკეთოთ? იდეაში აგას უჭირდება დაშორების ამბავი, იმიტომ რომ მე რო ჰორიზონტალურად გავცენტრო ეს კონტეინერი, უნდა დავაშორო გარედან რაღაცა პიქსელებით. ანუ გარედან დავაშორო ეკრანის კიდიდან. ეგრე გამოვიდა, ხო? ანუ იდეაში მე შემიძლია გავუწერო აი ამ divs, მოდი რა ხმახალი თემა გავიპრაქტიკოთ. ექსპერიმენტები ჩავატაროთ აქვე. შემიძლია დავწერო მაგალითად margin-left და მოდი იყოს სიტყვაზე 200 პიქსელი.
აი ეს. და აქ შემიძლია ან კურსორით ვაკონტროლო და გავზარდო დავაპატარავ. აი ეს ექსპერიმენტები აქ კარგია რომ აქ ვაკეთებთ რა. უფრო მარტივია და წარსულს დამატება აღარ გვიწევს. ან ზევითა და ქვევითა ისრებით კლავიატურაზე. ნახე, ასე რომ გავზარდე, აი თვალის ზომით მივიყვანთ იდეაში, აი ხა ცენტრშია, ხო? 260 პიქსელი გვჭირდება თურმე. მარჯი left-ი. მაგრამ მე ამით ვეუბნები, რომ ეს კონტეინერი დაშორდეს ეკრანის მარცხენა კიდეს, ანუ ყველაზე ახლო რასთანაცაა, ამ შემთხვევაში ეკრანის მარცხენა კიდესთან 260 პიქსელით. მაგრამ მე რო უფრო დიდი ეკრანი მქონდეს, ნახეთ, ეს გამოვთ, უფრო დიდი ეკრანი, ცენტრში აღარაა. იმიტომ რომ ეს გაფიქსულად, ანუ გაყინული არის ეკრანის კიდიდან 260 პიქსელში. ამისთვის რას ვიყენებთ? ამისთვის გამოიყენება, რა თქმა უნდა, ისევ მარჯინი, იმიტომ რომ დაშორების თემაზეა საუბარი. თუმცა გამოიყენება margin auto. Margin. მოდი 0 და auto-ს დავწერ. ეს რას ნიშნავს? ნახეთ, წინაზე როგორც ახსენე, თუ margin შეპადინგში ორი property გვაქვს. პირველი არის ზევითა და ქვევითა დაშორება, მეორე არის მარჯვენა და მარცხენა დაშორება. ახლა ეს auto რას ნიშნავს? Auto ნიშნავს, რომ ელემენტს გავუკეთოს გარეთ დაშორება მარჯინი, მარჯვნიდანაც და მარცხნიდან სტოლი პიქსელებით. ანუ ახლა თუ box model-ზე ჩამოშლი. ახლა თუ აი ამას აქ მარჯვნიდან მარცხნა ნახეთ. გასვარდო. აი მარჯვნიდან აქ 177 პიქსელი, მარცხნიდანაც აქ 177 პიქსელი. მე რო ეს ეკრანი გავზარდო, ნახეთ. ეს რო გადავზარდო აქეთკენ, ეკრანი გაიზარდა, მაგრამ მარჯინები, მარჯვნიდან მარცხნიდან არჩა იგივე. ესე იგი ეს ელემენტი ცენტრში დგას ეხლა ისევ. ნახეთ, მარჯინი არის მარჯვნიდან 7.7, მარცხნიდან 7.7. ანუ იზრდება ეკრანის ზრდასთან ერთად. და ესე უფრო უკეთესია ბევრად. ოკეი. და შემიძლია ახლა მაღლიდანაც დავაშორო, მაგას გავაკეთებ ახლა უკვე margin-top-ით, იმიტომ რომ მაღლიდან დავაშორო და მოდი დავწეროთ 400 პიქსელი. ნახოთ როგორ ძვა შევამციროთ, ოკეი? მოდი იყოს 200 პიქსელი. 210 იყოს. ანდა 220 იყოს, მოდი ცენტრში რო დგას. იდეაში ახლა ცენტრშია, მაგრამ აქაც იგივე პრობლემა შეიქმნებოდა. რომ აი ეკრანის სიმაღლეც უპატარა მქონდეს, ნახეთ ახლა ცენტრში არაა, იმიტომ რომ ეს გაფიქსულად, ანუ გაყინულად დგას ეკრანის კიდიდან, ანუ ყველაზე ახლო ელემენტიდან 220 პიქსელში. თუმცა ახლა ეს ერთმანეთს კაი ვარიანტი არაა, იმიტომ რომ სულ ცენტრში არ არის. და ძალიან ბევრი ეკრანის ზომა არსებობს, ხო, არ ვიცით, მოხარული რომელი ეკრანი ჩემო. მოდი ამ ეტაპზე ვერტიკალურად გაცემთ, რომ ასე დავტოვოთ, იმიტომ რომ ეგ რო ავხსნა როგორ კეთდება, მომიწევს სხვა მასალის ახსნას და ეხლა არ მინდა რომ ეხლა აღიხსნათ ეგ. იმიტომ რომ ეგ დაგამოვდეთ კიდევ ზემოდან რა. ამიტომ მოდი ასე დავტოვოთ. ანუ მარჯინი იქნება 0 auto და margin top-ი 220 პიქსელი. მაგრამ ჯობია რომ ესენი გავაერთიანოთ. ანუ მაღლა იყოს 220 პიქსელი, მარჯვნივ მარცხნივ auto და ქვევით 0. აქ იდეაში ხოვითაც 220 შემიძლია რომ გქონდეს. ეს თქვენ შეგიძლიათ რომ თქვენ ეკრანზე მოარგოთ მაღლა და მარცხნა ამდენი გჭირდებათ. აი მაღლა და იცი ეს ელემენტია. ხოვით 0 იყოს, მოდი ხოვით მარჯინი არ მჭირდება. და პარამეტრ ვარგვალებ. ანუ ზევით იქნება, ზევიდან დაშორება არის 250 პიქსელი, მარჯვნივ მარცხნივ auto, ანუ ყოველთვის ტოლი იქნება და ვერტიკალურად კი არა და ჰორიზონტალურად გაიცენტრება ყოველთვის და ქვევით იქნება 0 პიქსელი დაშორება. ახლა ვდგები და გადავიტან. და ნახეთ თუ დააკვირდით, მე რო ესენი ერთ ხაზზე მეწერა, წინა ლექციაზე რო გითხარით Prettier extension-ი. აი რო ასეივებ, ეგ მილამაზებს კოდს და უფრო წაკითხვადი ხდება რა. აქ დავამატოთ. margin 250 პიქსელი, auto 0. ეგა, ესეც გავცენტროთ. ახლა უკვე უნდა გადავიდეთ ტექსტების გაცენტრვაზე. კი არა და გასტილვას. ტექსტები ისეთი ელემენტებია, რომელთა სტილები უმეტესობა უკვე წერია ხოლმე developer mode-ში, აი აქეთკენ, კოდის მხარეს. რო აქ წერია რა შრიფტითაა დაწერილი, რა შრიფტის ზომით,
როგორი არის მისი სიმკვეთრე და ასე შემდეგ, რა არის მისი ფერი და ასე შემდეგ რა. მოდი ახლა ეგენი გავწეროთ. HRC. აქ მიჩვენებს რომ ფერი აქვს, აი ეს გამოვაკოპიროთ. ტექსტის ფერისთვის, მოდი ჯერ styles გავწერ. ტექსტის ფერისთვის გამოიყენება color property. როგორც წინაზე ახსენეთ. color და ეს კოდი ჩავაფერისტოთ. ასევე აქ ფონტის ზომა. font size გამოიყენება მაგისთვის. თუ მინდა რომ მე shift-ის ზომა შევცვალო, ტექსტისთვის ვიყენებ font size და ექნება 22 პიქსელი. აი ეს შედეგი მივიღეთ ჯერჯერობით. ასევე აქვს აქ font weight. Font weight არის აი პირდაპირ გადავხსნა ფონტის სიმძიმე, ანუ ფონტის სიმკვეთრე, რამდენად მკრთალი არის ფონტი. აი ხლა ეს მაგალითად უფრო ღიაა, უფრო ვიწროა ვიდრე ეს. ანუ ეს არის bold-ი, გაბოლდებულია. ანუ უფრო მსუქანი წარწერებია რა. და font weight გამოიყენება მაგისთვისაც. და იწყება 100 არის, 200-ია, 300 და ესე მივიდოდეს 900 შევთვლით. ბოლოს გონი 900-ია. და რაც რომ მაღლა ავდივართ, მით უფრო იმატებს ტექსტის სიმკვეთრე. ანუ მაგალითად მე რო გავწერო 300, ნახეთ უფრო პატარა ისა აქვს რა. ვიწრო ასობით იწერება. 400-ზე კიდევ უფრო გაიზრდება. 500-ზე კიდევ უფრო გაიზრდება. და ჩვენ გვაქვს პროექტში 700 გვიწერია. 700-ზე უკვე ვერად გაზრდილია. აი ეს. ეს მიზუმული მქონია, მაგრამ ოკეი, ჩემ მიზუმოთ და მიზუმულზე მარჯინი არასოდეს დავსვი. მაგრამ მე მაგასაც გავასწორებ. ოკეი. ასევე კიდევ ბევრი ის წერია. property მაგალითად font style წერია ნორმალი. და line height წერია ნორმალი. აი line height-ი ბარემ ავხსნით. line height-ი არის ერთი ხაზის სიმაღლე. რამდენი უნდა იყოს? აი მაგალითად მე რო დავწერო აქ 20 პიქსელი. ნიშნავს რომ ერთი ხაზის სიმაღლე არის 20 პიქსელი. მე რო აქ დავწერო line height-ში 50 პიქსელი. ნახეთ ერთი ხაზის სიმაღლე ძალიან გაიზარდა. შეგვიძლია აღვხოთ line height-ი ასევე ხაზებს შორის დაშორებადაც. მაგრამ ჩვენ დიზაინში line height წერია ნორმალი. ასევე font style წერია ნორმალი. და უმეტეს შემთხვევაში ისეც ნორმალი არის ხოლმე default-ად და მაგების გამოტანას აზრი არ აქვს. ანუ მე რო აქ დავწერო line height normal ეს გინდა მწერებია, გინდა არ მწერებია, ამიტომ ჯობია რომ არ დავწერო. იმიტომ რომ default-ად ისეც ნორმალი არის რა, არაფერი არ შეცვლება თუ დავკვირდით, ნახეთ. Normal-ზე არის ასე, რომ ამოვშალო არაფერი არ იცვლება. ამიტომ ეგეთი რაღაცები ჯობია რომ არ გამოვიტანოთ. ოკეი. ასევე არის ეს ტექსტი ცენტრულად მოთავსებული. ანუ ეხლა ჩვენ ამ ტექსტის განლაგება გვაქვს მარცხნივ. ანუ მარცხნივ იწყება ყველა ხაზი. მაგრამ მე მინდა რომ ცენტრში განვალაგო. ანუ ნახეთ აი დიზაინში როგორ არის? აი ცენტრულად არის რა. ეგრევე მარცხნივ არ იწყება. მაგისთვის გამოიყენება text align. ანუ ტექსტის გადალაგება. text align იქნება center, ანუ ცენტრში. აი ეს. და გაიცენტრა. ანუ ამას აქვს სამი property არის left-ი არის რომ მარცხნივ იყოს, default-ად left-ია ხოლმე და ასევე არის right. ანუ მარჯვნიდან რომ დაიწყოს. აი ეს. მაგრამ ჩვენ გვინდა რა თქმა უნდა ცენტრი. შვენიერი. და ასე ამ ტექსტს აქვს დაშორება მაღლიდან. 24 პიქსელი. ანუ გარედან დაშორება არის margin. margin-top 24 პიქსელი. დავასაიბოთ, გადავიდეთ შვენიერი. და იგივეს ვიზავ ახლა უკვე პარაგრაფისთვის. აქ შევხედავ რა კოდები წერია და გადმოვიტან აქეთკენ. სტაილი, მოდი ფერი გავუწეროთ ჯერ. color-ი არის აი ეს, გადმოვიტანოთ, გადმოვაკოპიროთ, Ctrl+C, Ctrl+V. ასევე აქვს ფონტის ზომა 15 პიქსელი, font weight-ი აქვს 400 პიქსელი. და letter spacing-ს გადმოვიტანა მე ახსნი. Spacing აქვს 0.188 პიქსელი. letter spacing-ი რა არის ახლა? line height-ი ხო იყო ხაზებს შორის დაშორება.
და letter spacing-ი არის ასოებს შორის დაშორება. ანუ letter spacing-ში რომ მე გადავწერო 1 პიქსელი, ნახეთ, ასოები დაშორდებიან ერთმანეთს. რო იყოს 10 პიქსელი უფრო დაშორდებიან, მაგრამ ეს ძალიან მახინჯობაა. ამიტომ როგორც დიზაინში ისე დავტოვოთ 0.198 პიქსელი. ანუ ძალიან მცირე დაშორება აქვს ასოებს შორის. ოკეი. და ზემოდან დაშორება არის, ნახეთ, აი, მე მინდა გავიგო, აი ამ პარაგრაფიდან რა არის დაშორება, ტექსტამდე დავაწვევ პარაგრაფს, მივიტან კურსორს ტექსტ სათაურთან და აქ მიჭერს 16 პიქსელს. ესე იგი ამასაც უნდა გავუწერო margin top 16 პიქსელი და დავასეივდ. და ეგა. უბრალოდ ახლა უკვე იდეაში დასრულებული ეს პროექტი. თუმცა დარჩა ერთადერთი ნიუანსი. და ეგ ნიუანსი არის შრიფტი. ანუ თუ დავკვირდებით, აქ უფრო ლამაზი შრიფტი არის. ვიდრე ჩვენ საიტზე. ჩვენ საიტზე არის default შრიფტი რაღაცა. და თუ გადავალთ და დავკვირდებით აი ამ კოდებს, აქ developer mode-ში აქ წერე font family outfit. font family არის ფონტის შრიფტი, ანუ რა შრიფტი გამოიყენება აი ამ ტექსტისთვის. და ამ შრიფტს ქვია outfit. რა თქმა უნდა, ფონტების უმეტესობა ჩაშნებული არ არის, რაღაცაები ჩაშნებული გვაქვს, მაგრამ უმეტესობა არა. აი მაგალითად, ჩაშნებული არის font-family გავუწევთ sans serif. Sans serif მაგალითად. და ესო დავაზევო, უფრო ლამაზი იქნება რა. აი, უფრო ლამაზია, მაგრამ ეს არის sans serif-ის ფონტი. მე მინდა outfit-ი. რა უბრალოდ ეგ outfit-ი და უმეტესობა დიზაინერში ასე მოცემული, არაა ჩაშნებული ფონტი, უნდა გადმოვიტანოთ ჩვენით. და მაგას როგორ ვაკეთებთ? მაგას ვაკეთებთ Google Font საიტიდან. შევდივართ Google Fonts-ზე. აქ პირველივეს ვირჩევთ. და აქედან უნდა გადმოვიტანოთ ეგ ფონტი ჩვენს პროექტში. და რომელი ფონტის გვინდა აქ search bar-ში ვწერთ. გვინდა ჩვენ outfit. აი ეს. პირველივე გამოვიდა, ამას დავაწვევით. ეხლა რა ვშვებით, ნახე? აქ არის მოცემული ის font weight-ები, ანუ იდეაში ყველა font weight-ია მოცემული, მაგრამ ჩვენ ისინი უნდა წამოვიღოთ, რომელიც ჩვენ გვჭირდება. და იდეაში ჩვენ გვჭირდება მხოლოდ 400-იანი და 700-იანი, იმიტომ რომ ეგენი გვაქვს მარტო საიტზე. ეხლა ვდგები და ამებს მოვნიშნავ, ჯერ get fonts დავაწვევი, რომ ფონტი ამოვიღო. მერე get embed code-ი, ანუ შემიძლია ჩავიწერო კიდევაც და ლოკალურად შემოვიტანო ჩემს პროექტში. და ასევე შემიძლია კოდის ნაწილი ამოვიღო, რომლითაც მივაკავშირებ უკვე ჩემ პროექტს. და ნახეთ get embed code-ს რო დავაჭირე, ნახეთ რა მომცა, აქ მაგას კოდები მომცა, მაინც ახსნი. მაგრამ ჯერ მოდი ავირჩიოთ ისინი, რომელიც ჩვენ გვჭირდება. ეხა ეს კოდი რომ მოვაკოპირო, მომცემს ყველა font weight-ს, ეგენი ამჭირდება. One values დავაწვევი, დავირჩევ 400-იანს, დავირჩევ 700-იანს. მეც არა. აქ მარტო ერთი საშუალო შემილია? ოკეი, მაშინ ყველა უნდა ავიღოთ, რომ ორი გამოვიყენოთ. თორე აქ მარტო ერთს ვიყენებთ და ორი გამოვიყენებთ. აი, ყველა იყოს. და ახლა როგორ ვაკეთებთ, ხო? ავდგებით, აქ არის ლინკი და აქ არის იმპორტი. ჯერ მოდი ლინკის ნაწილს ახსნი, იმიტომ რომ ეს CSS-ში იწერება, ან style-ში ეს გავწერ, მოდი მაგას ახსნი ბარემ. ლინკის ნაწილს ახსნი. ეხლა მას მოვაკოპირებ და index.html-ში გავწერ head-ში. იმიტომ რომ ფონტის დაიმპორტირება ჩემს საიტზე ხო არ შეიძლება body-ში მეწეროს, იმიტომ რომ body tag-ში მიწერია ისინი რაც ჩანს ეკრანზე. და ფონტის დაიმპორტირება ეკრანზე არ ჩანს, ხო ფიზიკურად. ამიტომ აქ ჩავაფეისტებ. ნახეთ რა გითხარით, ლინკი კიდევ ბევრ ამაში გამოიყენება თქო. ლინკის კიდევ ერთი გამოყენება არის ფონტების დაკავშირება Google Font-იდან, არამედ სხვა პლატფორმიდან ჩვენს index.html-ში. და ესენი აუცილებელი ყველაფერი გვეწეროს. და აქ არის მოცემული ლინკი ფონტისა, აი აქ რო 100-დან 900 font weight-ამდე გვაქვს და ასე შემდეგ. ანუ ახლა უკვე მე შემიძლია ავდგე და ჩემს h1-ს გავუწერო font family outfit. აი ეს. რო გადავალ ახლა უკვე საიტზე, ნახეთ მაგ ეს outfit-ი და როგორ შევამოწმო, შემიძლია რომ კურსორი ავიღო და ერთ ამის გასავლით კიდე მე ხო შემიძლია რომ აქ სტრუქტურიდან მოვნიშნო ელემენტები.
აი h1 რომ მივიტან h1 ინიშნება, p-თან რომ მივიტან p ინიშნება, მაგრამ სიტყვაზე მინდა რომ mouse-თან მოვნიშნო რა. მაგისთვის ვიყენებთ Magic Mouse. Magic Mouse ვეძახი მე. აი აქ developer tools-ის მაღალ და მარცხნივ არის, ის არის. მაგას ვავწევით და აი აქ ვირჩევთ. ამას დავაწევი h1 მოინიშნება. ამას დავაწევი p მოინიშნება და ასე შემდეგ. და ეგრევე ხედავთ სადაა margin, სადაა padding და ასე შემდეგ. ძალიან კომფორტულია. და ნახეთ აი რომ მოვნიშნე მე, რომ მივიტან კურსორი უკვე ჩემს ტექსტთან, აქ მიწევს აი მაღალ თუ დაკვირდებით აი აქ თეთრ პანჯარაში. რო არის 22 პიქსელი outfit font family-ით. უთო მუშაობს. და ასე მეორე ხარისხი არსებობს, ეს არის რომ HTML-ში ჩავაიმპორტიროთ და მეორე არის რომ ჩავაიმპორტიროთ CSS-ში. ანუ style tag-ში. ესეც შეიძლება, რომ სიტყვაზე აი ამის მაგივრად აი აქ დავწერო კოდი import-ით. და დავიმპორტებ აქ URL-ი არის მისამართი ამ ფონტისა. და ეს რომ წავშალო, მაინც იმუშავებს. ნახეთ, მაინც მუშაობს. ანუ გინდა ეს გამოიყენეთ, გინდა ეს გამოიყენეთ, მნიშვნელობა არ აქვს. Okay. იდეაში კიდე რამე ხო არ დაგვრჩა აქ. საიძე გადავიდე. ხო, პარაგრაფსაც უნდა გავუწერო, სულ დამოვიწყო. ამას დავაკოპირებ და პარაგრაფსაც გავუწერ იგივე ამას აი ასე გავაკეთებ. აი ასე. თუმცა ნახეთ მე font family მიწერია აქ ორგან. ანუ h1-ს და პარაგრაფსაც. რაც იმას ნიშნავს, რომ მე რომ საიძე მქონდეს ძალიან ბევრი ტექსტი და ზოგადად საიძე გვაქვს ხოლმე ძალიან ბევრი ტექსტები. ანუ ცალსაღი მომიწევს გავუწერო font family outfit-ი, font family outfit-ი, ეგრე გავუწერო 1-5-ში, 6-ში, ხო? იმიტომ რომ ბევრი წარწერა მექნება და ბევრი გვერდი მექნება. ეგრე ანუ ცუდია ძალიან, იმიტომ რომ იდეაში ჩვენ რაღაც ერთ კოდს რო დავწერთ, არ უნდა გავამეორებთ ბევრჯერ, თუ შესაძლებელი არის. ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ეგეთი რაღაცა. Font family კონკრეტულ ელემენტებს კი არ გავუწეროთ. გავუწეროთ მხოლოდ body-ს და მეც არაფერს. აი გავუწერ font family-ს body-ს. და რა მოხდა ნახეთ, მე რო body-ს უწერ font family-ს, body-ს კი მიენიჭება ეს ფონტის შრიფტი, მაგრამ ასევე იმ ელემენტებსაც მიენიჭება, რომელიც არის მათი შვილი. ანუ მემკვიდრეობითობით თურმე შეიძლება რაღაცა სტილების გადასვლა ერთმანეთზე. ანუ გამოდის რომ მე რო სტილებს უწერ ერთ ელემენტს, მარტო მაგას კი არ უწერ, შეიძლება მაგ სტილების მემკვიდრეობითობით შვილისთვისაც გადაცემა. და body შვილი კიდე ყველაფერია, იმიტომ რომ body-ია ყველაზე მთავარი მშობელი, ხო? ყველაზე მთავარი დიდი კონტეინერი. სადაც ჩდება მთლიანი საიტი, ამიტომ მას გავუწერთ font family, ყველა მიშვილზე გადავიდა. და ანუ ეხლა კოდი შევამცირე. და კიდევ ერთ რაღაცას გასწავლით, რაღაც მომენტები შეიძლება იყოს, როდესაც ფონტის შრიფტი შემოტანილი მოქვს და არ იტვირთება ჩვენ საიტზე. რადგანაც არ იტვირთება რა. ამისთვის ჯობია რომ გავაკეთოთ რაღაცა დაზღვევის მხრივ backup ფონტი გქონდეს. ანუ outfit-ი კი იქნება, მაგრამ თუ არ ჩაიტვირთა outfit-ი, მოდი იყოს sans serif. ანუ sans serif ხო გითხარით რომ თვითონ ბრაუზერში შეშნეული ფონტი არის და უეჭველი ჩატვირთავს. ანუ თუ outfit-ი არ ჩაიტვირთება, ჩაიტვირთოს sans serif-ი. კიდე რამდენიმე არის კიდე ავი monoscape მაგალითად და კიდე რამდენიმე რა. ანუ sans serif-ს უფრო ხშირად იყენებენ ხოლმე. ანუ თუ ჩემი outfit ფონტი არ ჩაიტვირთა, უკვე ჩაიტვირთება sans serif-ი. backup-ად რომ მქონდეს ყოველი შემთხვევისთვის. უბრალოდ აქ კიდევ ერთ-ერთი პრობლემა ის არის, რომ აი ნახეთ წარწერებს დავაკვირდეთ. აქ ორი ხაზია improve და skill-ზე იწყება სიტყვები, x2-ია, მაგრამ აქ ნახეთ სამი ხაზი არის. scan, mentor და this-ზე უნდა იწყებოდეს. აქ კიდე ორი ხაზია. ანუ იდეაში მე უნდა ეს კიდევ შევზღუდო და სამიებსაც გავუკეთო. ეგეც შეიძლება იდეაში width-ის გამოყენებით. ანუ მე შემიძლია აი ამ პარაგრაფს გავუწერო width-ი სიგანე. რამდენი უწერია ვნახოთ. width-ი უწერია 256 პიქსელი. width 256 პიქსელი. შვენიერი. და ასევე ცენტრში უნდა რომ გადავალაგო, როგორც h-ზე გავაკეთე. ამიტომ text aligns გავუწერ centers. აი ეს. უბრალოდ ნახეთ, ახლა კიდევ ერთი პატარა პრობლემა არის, რომ ეს ცენტრში აღარ დგას. მე რო ვიცი შეუზღუდე, ნახეთ ვიცი რო არ მქონდა შეზღუდული, იყო მთლიანი, ანუ იმხელა სიგანე ქონდა, ამხელა შეიძლება რომ ქონოდა. ახლა უკვე ვიცი რომ არ აქვს მთლიანი,
ცენტრში აღარა, ამიტომ ეს უნდა გავცენტროთ მე უკვე. ამჯერ მოდი width და იმას გამოვიტანთ text lines. width იყოს 256 პიქსელი, ანუ სიგანე რო შეუზღუდე, ტექსტი რა თქმა უნდა პარაგრაფის კალაპოტიდან აღარ გადავა და რაც აღარ დაეტევა ერთ ხაზზე გადმოვა მეორეზე. ანუ სამი ხაზი გაჩნდება ახლა უკვე. width 256 პიქსელი და text align center. აი ეს. და ის ჯობი ჩანაცვლო და ამის გაცენტრა რო გვინდა ხო ჰორიზონტალურად იგივე მიდგომას გამოვიყენებ როგორც გამოვიყენე თვლიან კონტეინერს ანუ აუტოს გამოვიყენებ ანუ margin და მარცხნივ დავაშვებ აუტოთი ანუ მე მეწერება margin left იქნება აუტო ასე და margin right-იც იქნება აუტო და გავცენტრავ აი ეს თუმცა margin ახლა მაქვს გაწერილი ჯობია რომ ერთ margin-ში ჩავოტიო ყველაფერი ანუ margin-ს დავწერე აქ ზევით იყოს 16 პიქსელი, მარჯვნივ და მარცხნივ აუტო და ქვევით 0. ასე ჯობია ბევრად. და იდეაში ეგ არის. ეხლა პროსტა რომ გავზუმე, ბოლომდე აქ მარჯინი უნდა გავზარდო. ზევითა მარჯინი რომ უფრო კარგად ჩაჯდეს. ნახეთ, Magic Mouse-ი ავიღე, მივიტანე კურსორი კონტეინერთან, რომ ავირჩიო ეს კონტეინერი და მე მარჯინი შევცვალო. ეხლა შევცვლი ზევითა ისას დავაწევი რომ ეს ნელა ჩამოვიდე. ანუ ეს developer tools ძალიან კარგია რომ გასტესტად გამოიყენოთ ხოლმე რა. ბევრ დროს დაზოგავთ ძალიან. მოდი 300 იყო 380 მოდი. ჯანდაბას. 350-ს დავწერ. აუ აქ არა ბოდიშით. შემიშალა margin top-ი სად არის? აი აქ. შვენიერი. ეგა და ეგ. იდეაში დღეისთვის სულ ეს იყო. რაც უნდა მეხსნა ყველაფერი ახსენი. კიდევ ერთ ამას დავუმატებ, წინაზე მინდოდა უბრალოდ რომ ამეხსნა, ერთი ტეგი დამავიწყდა, ეგ არის a ტეგი. ანუ საიტზე ხო კიდევ ლინკების რა და ლინკები შეგვიძლია ჩავსვათ ჩვენ საიტზე a ტეგით. ანუ ეს a ტეგი გამოიყენება, რომელიც არის self closing ტეგი. ბოდი self closing არ არის. მოვატიეთ. a ტეგი დავწეროთ. და აი აქ ჩაუსვა მაგალითად გადადი ქართულად დავწერ. გადადი ლინკზე და რა ლინკზეც მინდა რომ გადავიდეს, გავუწერ href-ში, ანუ მისამართში. მაგალითად მინდა რომ გადავიდეს 3w algorithm.gz. აი აქ. და რომ დავაწევი გადავა ოღონდ აქ უმატებს http-ით უნდა დავიწყო. მე ზარ მაგის დაწერა მოდი აქვე გადმოვაკოპირებ. აი ასე. ნახეთ, რო დავაწევი links, თან ლინკებს თავისი რაღაც სპეციფიკური სტილი აქვს, რომ ხაზია გასმული და ლურჯი არის. რო დავაწევი გადავალ algorithm-ის საიტზე. ან რომელიც არის მინდა. თუ მინდა რომ ამავე გვერდზე არ გავხსნა და ახალ ტაბში გავხსნა, მაშინ ახალ ატრიბუტს გავუწერ target blank. და ეხლა უკვე ახალ ტაბში გაიხსნება. აი ახალ ტაბში გაიხსნება, ესეც დამჭა. ეს რო დამოვიწყე წინაზე და მაგიტომ მინდა რომ მეთქვა. ოკეი, ცირთად სულ ეს იყო დღეისთვის, რაც მინდოდა რომ თქვენთვის ამეხსნა პრაქტიკაში გაგვივლო. იმედია კაი სემინარი გამოგვივიდა. ხვალიან უკვე ავტორთა დავალებებს, რომ თქვენით ეს იმუშაოთ, იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის თქვენით რას გააკეთებთ რა. დავალებებში ავტორთა როგორც ამ პროექტს, ასევე სხვა პროექტებსაც. ასევე ავტვირთავ აი ამ კოდს GitHub-ზე აგიტვირთავთ. GitHub-ის გამოყენება ვიცი რომ არიცით ჯერ ბევრმა. მაგრამ უბრალოდ ლინკი იქნება და ლინკზე რო გადახვალთ, ეგრევე კოდი გამოგიჩნდებათ. და იქ არაფრის ჩამოწერა და რაღაცები არ დაგჭირდა, უბრალოდ შეხედათ კოდს. და ეგ იმისთვის იქნება საჭირო რომ თუ რაღაცა პატარა გამოგჩეთ ნიუანსი ლექციის ჩანაწერში რომ არ უყუროთ კიდევ აქეთ-იქით და არ გაიხსენოთ სად დავწერე ესა თუ ის კოდი. მაგიტომ. ხო, იდეაში ეგა კიდევ ერთ ამბავს ახსნა მოვრჩებით. კომენტარების მინდა რომ ამეხსნა. კომენტარები არის კოდის ის ნაწილი, რომელიც არ მუშაობდება პროგრამის მიერ. ანუ ეს ყველაფერი ხო ახმულია პროგრამის მიერ. ასევე არის კომენტარები. აი მაგალითად მინდა რომ აქ გამოყო სექცია, დავაწერო
container და ეს იყოს კომენტარი, ხო? HTML-ში კომენტარი ვიწერებ აი ასე. გახსნის ტაგი ძახნიშანი ტირე, მერე კომენტარი და მერე ტირე და მეტობის ნიშანი. Shortcut-ი არის Shift/. Windows-ზე და თუ Control/-ში არ მახსოვს. Control/-ში მგონი. აი თქვენ მგონი Shift/-ში აღარ მახსოვს უბრალოდ, მაგრამ Mac-ზე არის Command/, რა. ესაა კომენტარი. მოდი აქაც ამას პარამ ჩავსვავ, რომ კოდად გქონდეთ ეს HTML-დან დაკავშირების ვარიანტიც. მე ახლა ლინკით რა. და ამას დავაკომენტარებ. ანუ ამას მოვნიშნავ და command/ დავაწერე. კომენტარები კარგი მით არის, რომ აი თუ ძალიან დიდი კოდი გვაქვს, შეგვიძლია დავაწეროთ თითოეული სექცია რისთვისაა გაკუთვნილი რა. და მაგით უფრო ჩვენს და შემდგომ დეველოპერს ვინც ჩვენ კოდზე იმუშავებს, უფრო გაუმარტივებს ჩვენი პროექტის სტრუქტურის გააზრებას და სად რა ხდება მაგის გააზრებას. ოკეი. ეგაა ძირითადად დღეისთვის. მადლობა რომ მომისმენთ დღეს, უადო მომახციეთ. დავალებებს ავტორთა ხვალიდან, ჩანაწერის ისქემა ხვალიდან, თავისი ფიგურის დიზაინებით, დავალებებით, აი ამ source code-ით, ანუ რაც დავწერე ამ ლექციაზე და ძირითადად ეგაა. დიდი მადლობა და ეხლა უკვე გადავიდეთ კითხვების ნაწილზე.